Გავაგზავნოთ ბიზნეს კურიერს, ბორჯომი, ნაბეღლავი, სნო, პეპსი და კოკა-კოლა სამთავრობო რეგულაციას აპროტესტებენ, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდება და კომპანიები ბოთლის თავსახურების მარკირებას მოსთხოვს. სათანადო აპარატურა ქარხნებში მთავრობის მიერ შერჩეულმა ოფშორში რეგისტრირებულმა ფირმამ დაამონტაჟა, ხოლო მომსახურება კომპანიებს ბოთლზე 1.5 კეთრი დაუჯდებათ. თუმცა კომპანიები აცხადებენ, რომ ეს ფასნამატიც კი დაახსნა პროდუქტს საბოლოოდ მაინც 5-10 თეთრით გააძვირებს და ეს გაყიდვებს შეამცირებს. რეგულაცია წინა მთავრობამ გაზაფხულზე დააწესა, თუმცა კომპანიებმა საკითხი მხოლოდ ახლა დააყენეს. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხს შეისწავლიან, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ან როდის ჯერ არ იციან. შესაბამისად, როგორც კომპანიები გვპირდებიან, უალკოჰოლო სასმელებიც საახალწლოდ გაძვირდება. შვეიცარიული კომპანია SIGPA, რომელიც ახდენს მარკირებას პროდუქციის, თანხა არის 5.5 евро, გადასახდელი 1000 ერთეულზე, 1000 ბოთზე ან შეფუთვაზე და საერთო ჯამში ალბათ მილიონზე მეტი მოგვიწევს ჩვენ წლის განმავლობაში გადახდა. გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას, გამოიწვევს რეალიზაციის ვარდნას, გამოიწვევს ბიუჯეტში შენატანების შემცირებას. ალბათ ზოგიერთი თანამშრომლის დათხოვნას. ჩვენ ფინანსურად რომ გავკონტროლდეთ სახელმწიფოს მხრიდან, ამაში ვიხდით დამატებით თანხებს, ეს გამოდის და პლუს არა სახელმწიფოს ბიუჯეტში ვიხდით, არამედ რომელიღაც მესამე პირზე, რომელიც არის უცხოური კომპანია და ეს თანხა მიდის უშუალოდ მთლიანად ამ კომპანიასთან. თითქოს 1 თეთრი არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის საწყის ეტაპზევე დარიცხული თანხა. გასათვალისწინებელია კიდე ის, რომ ბაზარზე ბიჯი ფასის ზრდის არ არის 1 თეთრი და 2 თეთრი, არის ძირითადად 10 თეთრიანი და იშვიათად